მოგესალმებით, მე ვარ დავით გრძელიძე და ამ ვიდეოში გასწავლეთ healthyand.com-დან დომენის შეძენას. ამ შემთხვევაში როგორც მოგეხსენებათ, მას აქვს აქცია, ანუ $1 ყიდით com დომენებს, ამიტომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ აქციით. ამიტომ სასურველ დომენს ვწერთ აი აქ. ამ შემთხვევაში იქნება ჩემი საიტი და ვაწვევით check. ან მონიშნული მაქვს ასევე com. ანუ მე მსურს com დომენი. და ვაწვევით checks. ახლა გადაამოწმებ სისტემა თუ ეს დომენი თავისუფალი. ნუ აი აქ გადაამოწმა, როგორც ჩანს, თავისუფალია ეს დომენი, ასევე აქ არის მოცემული ალტერნატიული დომენები, ანუ net.org, ეს ყველა თავისუფალია, მაგრამ ჩვენ ესენი ამჟამად არ გვსურს, გვსურს მხოლოდ com დომენი. ამიტომ ვაწვევით continuous. აი აქ არის შემოთავაზება email account-ის, web სივრცე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვირჩევთ freeze. აქ არის კიდევ Norton-ს გვთავაზობს, მაგრამ ვაწვევით no thank you, ანუ არ გვსურს და ვაწვევით გაგრძელებას. აი აქ უკვე როგორც ხედავთ, მოთავსდა ჩვენი დომენი კალათაში. აქვე მითებული ფასიც და ვაწვევით continuous. აი აქ უკვე ვავსებთ ჩვენს პირად მონაცემებს, სახელი გვარი, ქუჩა, ქალაქი და ესე შემდეგ. აქ მობილურის ნომერიც. მოკლედ ვავსებთ და ვაწვევით continuous. აი აქ უკვე შევხვდეთ ბარათის მონაცემები, ან შეგვიძლია PayPal-დან გადავიხადოთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ანუ კრედიტ კარტს მივცემ და ავირჩევ ბარათის სახეობას. ამ შემთხვევაში ეს იქნება Visa ბარათი. შევხვდეთ ბარათის გარეკანზე დატანილი 16 ნიშნა ციფრი. ამ შემთხვევაში დაფარული მაქვს დანარჩენი. შევხვდეთ აი აქ. შევხვდეთ ბარათის მეორე მხარეს დატანილი ბოლო 3 ციფრი, ამ შემთხვევაში ეს იქნება 876. ვირჩევთ ბარათის მოქმედების ვადას. დანარჩენს არ ვეხებით აქ და continuous. ამ შემთხვევაში ტრანზაქცია არ შესრულდება, ვინაიდან ეს ბარათის მონაცემები არასწორია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში, როდესაც მოახდენთ გადახდას, email-ზე მოგდით აი ესეთი შეტყობინება. ასევე გაითვალისწინეთ ეს დომენის აქტივაცია სავარაუდოდ შესაძლებელია 1 კვირის განმავლობაში. ვინაიდან ამ აქციის პერიოდში ძალიან ბევრი დომენის რეგისტრაცია ხდება და ადმინისტრაციას დროში ეწოლება ეს ყველაფერი. ამიტომ 1 კვირის განმავლობაში კი არა და სავარაუდოდ უფრო 3-4 დღეში თქვენ მოგივათ აი ესეთი შეტყობინება, სადაც მონიჭებული გაქვთ თქვენი პირადი ნომერი და ასევე იქ მითითებული პაროლი, რომელიც შევყავს ჩვენს აკაუნტში. აი როგორც ხედავთ უკვე შევედით ჩვენს აკაუნტში, აქ რამდენიმე დომენი გვაქვს, ანუ რამდენიმე აკაუნტი გვაქვს. შევდივართ ერთ-ერთში და შემდეგ ხა ვახდენთ DNS-ების შეცვლას, ანუ დომენის ჰოსტინგზე მიერთებას ვახდენთ ახლა. ამიტომ შევდივართ აი პირველ განყოფილებაშივე. აქ რამდენიმე დომენი მაქვს, ანუ სასურველს ვნიშნავთ და ასევე აქტიურდება უკვე DNS-ების შესაცვლელი ველი და შევდივართ აი აქ. თქვენ შემთხვევაში აი აქ იქნება ერთ-ერთი სერვერ მითითებული, მაგრამ ჩამოშლით და აირჩევთ სხვა DNS სერვერებს. DNS სერვერის შესაყვანის ველს და აი აქ ჩემ შემთხვევაში ეს იქნება HostGator-ის DNS-ები. და ვაწვევით OK-ს. DNS-ების გადამება, როგორც მოიხსენებათ, ხდება საშუალოდ 24 საათის განმავლობაში და თქვენი დომენი უკვე მიემბება ჰოსტინგზე. აი სულ ეს იყო დომენის შეძენა და DNS-ების ნიმბვა.
ჰოსტინგზე გისურვებთ წარმატებებს.